მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. დღეს ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში საგანგაშო ეკონომიკური ვითარებაა. ეს თემა და კიდევ მისი სკანდალური განცხადება ყირიმთან დაკავშირებით იქნება ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი სასაუბრო საკითხი, რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, ჩვენი სტუმარი იქნება უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია და ჩვენ მოვისმენთ უმრავლესობის შეხედულებებს და პასუხებს ოპოზიციის პრეტენზიებს. რატომ ფიქრობს, რომ ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა და მისი აზრით ვისი ტერიტორიაა ყირი? ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. რა პასუხი აქვს უმრავლესობას ოპოზიციის ბრალდებებზე და დათანხმდება თუ არა პარლამენტში მთავარი პროკურორის მოწვევას? გიგა ბუკია, ქართული ოცნება. Așa მივესალმებით, უბრალოდ გამარჯობათ. საღამოშიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ვიდრე ყირიმზე გადავიდოდეთ, მანამდე საქართველოს შიდა პოლიტიკაზე მინდა რომ ვისაუბროთ. თქვენ დღეს ძირითადად ეკონომიკაზე ისაუბრეთ თქვენ ბრიფინგზე, მაგრამ შეფასებები იყო საკმაოდ მწვავე, რომ არის საგანგაშო ვითარება, რომ ივანიშვილის და ქართულ ოცნებას არ იჩქარება, მაგრამ მოსახლეობა არა თუ 2030 წლამდე 2017 წლამდეც ვერ მოიცდით. რატო ფიქრობთ, რომ ასეთი საგანგაშო ვითარება? მე მესმის არის კრიზისი, თუმცა ხელისუფლება მას უწოდებს სავალუტო კრიზისს და არა ღიარებს რომ აქ არის ეკონომიკური კრიზისი. მერაბ დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა გამოწვევისათვის. რაც შეეხება ვთქვათ ვითარება არის თუ არა საგანგაშო, აქ არ არის მთავარი, მე ვთვლი ასე თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მეც თქვენ საზოგადოების წევრები ვართ და იმის და მიუხედავად, რამდენად შეიძლება პირადად ჩვენ შეგვეხოს დაუშვათ ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ყველას ეხება და ყველას გვეხება, გვესმის ძალიან კარგად, რომ საქართველოში არის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც ეს ეკონომიკური კრიზისი არა მხოლოდ ეხება, არამედ რომელსაც უბრალოდ ანგრევს. ანგრევს იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ პენსიონერები არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თუ ისინი რამდენიმე თვის წინ იღებდნენ, ვთქვათ, სადღაც 80-85 დოლარის ექვივალენტ პენსიას, ეხლა დაახლოებით ეს ფაქტიურად ეს პენსია დაახლოებით 65-66 დოლარის ექვივალენტი. პროდუქცია ლარში იყიდება, მაგრამ პროდუქცია გაძვირდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ნაწილი პროდუქციის შემოგვაქვს. მე მგონი ეს კითხვასაც არ იწევს, რომ ძალიან გაძვირდა მედიკამენტები, ძალიან გაძვირდა პირველადი მოხმარების, ასე ვთქვათ, პროდუქტები. მე არ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას, იმიტომ რომ ჩვენმა მსმენელმა გაცილებით უკეთესად იცის, რამდენ სიხდიდა დაუშვათ ის ბურღულეულში ან რამდენ სიხდიდა თუნდაც კარტოფილში ერთი თვის წინ და რამდენ სიხდის ახლა. ანუ რეალურად მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აღარაფერს ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვისაც იპოთეკური სესხები აქვს, აღარაფერს ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტები აქვს ბანკებიდან გამოტანილი, იმიტომ რომ პრაქტიკულად განსაკუთრებით ვისაც დოლარში ქონდა ეს სესხი აღებული. ანუ რეალურად მე ვფიქრობ, რომ თქვენ დამეთანხმებით, რომ საქართველოში დღეს პრაქტიკულად არ არის ოჯახი, რომელსაც ან რომლის ირგვლივაც ადამიანებს ეს კრიზისი არ შეეხო. ხა დარქმევს ამას ხელისუფლება სავალუტო კრიზისს თუ და არის თუ არა ესეთი საგანგაშო ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, კრიზისი არის, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ მაგალითად ნოდარხადურად თქვა შოკი არ არის, შოკუნებიაო. ხო, ანუ კრიზისი არა, კრიზისუნებია და ახლო იცით რა, ხა კრიზისი მოკლავს ადამიანს შიმშილი თუ კრიზისუნია, არ ვიცი როგორ ხა ძალიან მოხერხულია მაპატიო საზოგადოება, უბრალოდ პერიფრაზი გავაკეთე. ამას ადამიანისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არის გაჩერებული და ამას მე ვამბობდი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როცა ძალიან სერიოზული კრიტიკა დავიმსახურე პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მე მაშინ ვთქვი პირველად, ეს იყო ასე ვთქვათ 2013 წლის ივნისი, რომ საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა არ მიდის მეთქი სწორი მიმართულებით და ჩვენ შესაძლოა ღმერთმა არქრას, მაგრამ დავდგეთ სეკვესტრის და ეკონომიკური ზრდის შემცირების წინაშე მეთქი. დღეს ეს არის ფაქტი. დღეს და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, როდესაც ეკონომიკურმა გუნდმა გააკეთა განცხადება, რომ უნდა ვაღიაროთო, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების, ესე ვთქვათ, ფიქსირების კიდევ 2%-ით დაკლება დაგვჭირდებაო, იმიტომ რომ რეალისტურს რომ მივუახლოვდეთო, ოღონდ მეორე წინადადება ამას მოაყოლეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებაო, მერაბ. ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჩვენ დაგეგმილი გვქონდაო. მე ვსვამ კითხვას, ეს არც რიტორიკულია, პირდაპირ ვსვამ კითხვას. ანუ ვამცირებთ ეკონომიკურ ზრდას 2%-ით, ვაღიარებთ რომ მცირდება და თან ვამბობთ რომ დაგეგმილი პროცესებია? ანუ რა დაგეგმა მთავრობამ? რა მთავრობა გვყავს ეგეთი, რომ ეკონომიკური ზრდის, ეს სიმწრის სიცილია მართლა, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად
გეგმავს ეკონომიკურ კლებას, ეს ხომ წარმოუდგენელია. არა, ექსპორტი, კლებაზე არა, იმპორტი, როგორც ყველაფერი ზრდა შემცირებულია, რეალურად საბიუჯეტო ხარჯებში სერიოზული პრობლემებია და ყოველდღიურად ჩვენ გვესმის ვითომ და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, მაგრამ მეც თქვენც და საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ არის. რატომ ვთქვი მე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ეჩქარება? ეს არ არის ჩემი განწყობა, ეს მისი კომენტარებიდან, მისი განმარტებებიდან, იგივე ამ 20-30-ზე მუდმივ აპელირებიდან ჩანს ძალიან კარგად. გასაგებია ხა ადამიანი, რომელიც უბრალოდ სხვა რეალობაში ცხოვრობს, არ ვამბობ, რომ ცუდში, ძალიან კარგში და ღმერთმა ყველა კარგადაც ცხოვრობს, მაგრამ სხვა რეალობაში ცხოვრობს უბრალოდ და მოწყვეტილია აბსოლუტურად რეალობას. ამ ადამიანმა არ იცის, რომ 20-30 კი არა, ხვალინდელი და ზეგინდელი პრობლემები აქვს ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს კრიზისი გამოიწვია ძირითადად საგარეო ფაქტორებმა, ომი თქვა უკრაინაში, რუსეთის სანქციები და ასე შემდეგ და ისინი ამ შემთხვევაში უძულრები იყვნენ რაიმე ეღონათ, იმიტომ რომ რეგიონში ყველგან ეს პრობლემებია. იცით რაშია საქმე? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით სამართლიანი, რომ არ ვთქვათ, რომ გარკვეული დოზა საგარეო ფაქტორებისა ქართულ ეკონომიკაზე, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს, მაგრამ ასეთი დოზით ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაღრმავდებოდა კრიზისი ქვეყანაში, რომ იყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ანუ იმის გათვლა, რა ხდება და რამ შეიძლება შენზე უარყოფითად იმოქმედოს, ეს არის სწორედ ეკონომიკური გუნდის, ასე ვთქვათ, საქმიანობის ძირითადი საფუძველი. თავიდანვე ვამბობდით ჩვენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია. ეს არის ფაქტი. ის რომ რეალურად ბიზნესი ქვეყანაში ნორმალურად აღარ ფუნქციონირებს. დღეს მაგალითად ორ საინვესტიციო პროექტს მოეწერა ხელი თქვენ ნახეთ, ხო? ერთი სასტუმრო საშენება, მეორე და ასე შემდეგ. ანუ ხელისუფლება შეიძლება თქვას, რომ ამ ხრივ გრძელდება მუშაობა, უბრალოდ არ მინდა ძალიან ეკონომიკურ დეტალებში შევიდე, არ თქვენ ხართ ეკონომისტი და არც მე. უბრალოდ მაინც ზოგადი პოლიტიკური შეფასება ბუნებრივია, საინტერესოა. შეფასება არის ის, რომ რაც არ უნდა თქვას ხელისუფლება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და მოსახლეობა, რომელიც ელოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში შემოსვლის შემდეგ აყვავდებოდა, დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს მეორე უბედურებაა, მერაბ, ამაზეც მინდა თქვენის დებატი ნახევარი წუთი თქვა, რომ საზოგადოების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ მან აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, სრული კარტ ბლანში მისცა ბიძინა ივანიშვილს, ჩათვალა რა, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები შევა და თვითონ გამდიდრდა, ასევე მილიარდებით და ათეულობით მილიარდებით გაამდიდრებდა საქართველოს და მოსახლეობას. უბრალოდ კიდევ ერთხელ მოტყუდა ჩვენი მოსახლეობა და ვერ გათვალა ის, რომ ბიზნესი არის სხვა, ქვეყნის მართვა და ეკონომიკის მართვა არის სხვა და ის, რომ ადამიანმა საკუთარი ბიზნესი ძალიან არეულ დროში კარგად დააწყო, ეს ნამდვილად არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის და მიუხედავად ხა ეჭვი არ მეპარება, რომ სურვილი აქვს. გასაგებია, მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ხალხი მოტყუდა და შეცდომა დაუშვა, რას გულისხმობთ 2012-ში ქართული ოცნებისთვის არ უნდა მიეცა ხმა, მაშინ ვისთვის უნდა მიეცა. 2012 წელს აუცილებლად ქართული ოცნებისთვის უნდა მიეცა ხმა. აბსოლუტურად ყველას, მეც მათ შორის ვიყავი არა მარტო ხმის მიმცემთა რიგებში, არამედ გახსოვთ თქვენ იმ ადამიანების რიგებში, რომელსაც უბრალოდ პარტია მოუხსენი არჩევნებში. ამათო გეკითხებით, როცა ამბობთ შეცდომა, სად დაუშვა შეცდომა ხა? მერაბ, ჩვენ არჩევანი აღარ ყოფილა. არა, როგორ არ ყოფილა, როგორ გულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს. 2012-ში ჩვენ გავაკეთეთ ერთადერთი სწორი არჩევანი, ნამდვილად ეს მე არ უკარგავ ამას ბიძინა ივანიშვილს, რომ მან გააჩინა მაშინ შანსი იმისა, რომ უსისხლოდ მოგვეშორებია ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ უკვე იყო ძალიან სერიოზული პროცესები, როდესაც საზოგადოებას თავისი პოზიცია, არ არის აუცილებელი მიტინგებით, უბრალოდ საზოგადოებას თავისი პოზიცია, ის რაც არ მოწონდა, ცოტა უფრო მკვეთრად უნდა დაეფიქსირებინა, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიეღო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როცა ჩვენ დავინახეთ, რომ ეს გუნდი დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს იმ პრობლემებს, რაც ქვეყნის წინაშია. როდესაც მე გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ აუცილებელია სწორედ ის, რომ სხვა გუნდის წარმომადგენელი იყოს ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი, რომელიც კონსტრუქციულად სხვა გუნდის არის უკვე. არა, ის საერთოდ არც ერთი გუნდის წარმომადგენელი არ არის. და როდესაც შენ გიყიდიან სავარძელს საპრეზიდენტოს და ჩაქსვამენ ამ სავარძელში, შენ მერე უბრალოდ ვეღარ ანხორციელებ იმ ფუნქციას, რაც უნდა განახორციელო და როდესაც მოსახლეობამ კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტური კარტ ბლანში მისცა იმით, რომ მისი დასახელებული ადამიანი, ვისი გვარი დასახელიც კი არ იცოდა მოსახლეობის უმრავლესობამ თვალდახუჭული პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა. როდესაც ამ შეცდომების მიუხედავად კიდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაინც
ქართულ ოცნებას ასე ვთქვათ მისცა სრული მხარდაჭერა, ბუნებრივია ეს არის ის შეცდომები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სამწუხაროდ ძალიან ძვირად უჯდება. გასაგებია, უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენი შეფასება ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესთან, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვნახეთ სიტუაცია, როდესაც ვთქვათ ზურაბაძეშვილი ამოიღეს წითელი ცირკულარიდან, კიდევ მაგალითად თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ნუ აქაც ერთგვარი პინგ-პონგი მიდის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ისინი ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ხელისუფლება ამბობს, რომ აქ არის რაღაც ტოლული სტატუსის გამო ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ბრალი სად არის ამ პროცესებში და არის თუ არა საერთოდ ხელისუფლების ბრალი ის რომ დღეს თქვა თუნდაც ის ადამიანების მიმართ არსებობს პრეტენზიები ქართულ მასაჟულების წინაშე ვერ წარსდგნენ. მერაბ, პირველის ყოვლისა დღეს ჩვენ კიდევ ერთი რამის მოწმენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი ყველას რომ გამოვა ციხიდან და ესე იგი ყველას ისე მოგვექცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ეჭვიც არ მეპარება სხვათა შორის თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა მათ ქართულმა ოცნებამ, ნამდვილად ვერავინ ვერ გაასწრებს მათ. მე პირადად არსად გაქცევას არ ვაპირებ ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წინა წლების განმავლობაში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ასე ვთქვათ ზღაპრები, რომ იცით რა ჩვენ მოვალთ და არავის ხელს არ ვახლებთ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მხოლოდ პიარი და სხვა არაფერი, მაგრამ აქ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ქართული ოცნება არის აი დღეს ვთქვი, ასე ვთქვათ და არ შემეშინდება ამის გამეორება, ლამის მართლა ჯოხებით გამოსაყრელი ხელისუფლებიდან, ლამის იმის გამო, რომ თავისი უსუსურობის, უუნარობის, თავის თავზე შეყვარებულობის გამო მან ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლა ისე და გააბედინა იმდენი, რასაც ნაციონალური მოძრაობა ბედავს. ხახნო ვინ ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნაზე? მართლა ხო არ ბნელა ამ ქვეყანაში? მართლა ჩალით ხო არ არის ქვეყანა დაფარული არა? ხო, მაგრამ რა უნდა ეკნათ? რა უნდა ეკნათ? უნდა გამოეციებიათ ნორმალურად. მერაბ საქმეები მე არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ მოვუწოდებ რევანშისაკენ. ეს არის ტყუილი, როდესაც მე მაბრალებდნენ რომ აი ბურჯანაძეს უნდა რევანში და უნდა რომ ყველა ციხეში ჩასვას, ეს არის ტყუილი. მე ყველა ციხეში ჩასმა კი არ მინდა იმ ადამიანების, ვინც დამნაშავე სისტემა შექმნა. და როდესაც შენ ელემენტარულად ვერ ახერხებ იმას, რომ ინტერპოლში გნებავთ იგივე უკრაინაში ნორმალურად ჩამოყალიბებული დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდო ხელისუფლებას დოკუმენტირებული დადასტურებული და სააკაშვილის ბებიის 12 წლის ჰონდას აყადაღებ ეს რა თქმა უნდა არის ან აბსოლუტური უკაცრავა და დეგენერატიზმი მართლა ან არის აბსოლუტურად შეგნებული ნაბიჯი გადადგმული იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობა ელემენტარულად გააცოცხლო და გადაარჩინო ხა პოლიტიკის დიდი ცოდნა არ ჭირდება იმას, იცით? მე რაიონებში მქონია შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანები არიან, შრომელები, რომლებსაც უთქვამთ ჩემთვის, რომ ნუ გასაგებია ქალბატონინო აწყობს ქართულ ოცნებას, რომ ნაციონალური მოძრაობა ყავდეს, ასე ვთქვათ, ოპონენტად და მთავარ ოპოზიციად, ეს ბუნებრივი კანონია, ხო? ნებისმიერ სპორტსმენს ურჩევნია, რომ მისი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე იყოს მასზე სუსტი, ნებისმიერ, ასე ვთქვათ, შემოქმედს ოპოზიციაში მას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს დღესაც ნაციონალურ მოძრაობას. ეს ვისი ბრალი? არა, ჯერ ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს თუ არა, ეს მეორე თემაა. რეიტინგებით ასეა და არჩევნებმაც ეგაჩვენა. არჩევნებმაც ესაჩვენა. არჩევნებმა, რომელიც იყო გარიგების შედეგი ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, არა? ჩვენ ხო ძალიან კარგად გარიგებაში უგულისხმობ იმას, რომ ყველა საარჩევნო კომისიაში, როგორც საპრეზიდენტო, ასევე მანიპულირებული იყო არჩევნები, მოდი ესე ვთქვათ, მანიპულირებული და გარდა ამისა არის ძალიან ნათელი ის, რომ ჩვენ აბსოლუტურად არათანაბარ პირობებში ვართ, ფინანსური თვალსაზრისითაც, მედია საშუალებების თვალსაზრისითაც, ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ. ხა მოდი რეიტინგებზე მე და თქვენ უვილაპარაკებთ, სერიოზული საუბარი მირჩევნია, რომ გასაგებია, უბრალოდ არჩევნებიც ხო საზომია ერთგვარი. როცა არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რა სისტემასაც ქართული ოცნება ითხოვდა თავის დროზე. დავანებოთ თავი მე რას ვითხოვდი. ქართული ოცნება გახსოვთ ხო? ძალიან კარგად. ყველა პარტია, რომელიც ქართულ ოცნებაში შედიოდა, ამბობდა, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ასეთი არჩევნები ვერ ჩაითვლება თავისუფალ და დემოკრატიულადო. შეიცვალა საარჩევნო სისტემა? არ შეცვლილა. ესე იგი არჩევნები მაინც არის თავისუფალი და დემოკრატიული, როგორ არის ახლა? როცა მე მინდა, კარგია, როცა არ მინდა, ცუდია, ამ პრინციპით. საუბარი არის შეცვლაზე და ნახოთ შეცვლიან თუ არა ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ოცნება უკვე 2 წელიწადზე მეტია ხელისუფლებაშია, 2 არჩევნები ჩაატარეს, იმ საარჩევნო კოდექსით და იმ საარჩევნო გარემოთი, რომელსაც ისინი უკიდურესად აკრიტიკებდნენ წლების განმავლობაში. კი ბატონო, ნახოთ არჩევნებიც მოვა, მაგრამ და საბოლოო ჯამში ყველაფერი იქ გამოჩნდება შემოდგომაზე 2016 წლის. უბრალოდ მე მინდა შევეხო ამ საერთაშორისო თემებსაც განცხადება თქვენი, რომელმაც გამოიწვია ერთგვარი სკანდალი საქართველოში.
და ხმაური, ასე ვთქვათ, სადაც თქვენ განაცხადეთ, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორია. მოდით აი თავიდან დაგისვამთ ამ შეკითხვას, ვისი ტერიტორია ყირიმი? ვისი ტერიტორია დღეს ყირიმი? ვისი იურისდიქცია ვრცელდება დღეს ყირიმზე? ვკითხოთ უბრალოდ ჩვენს მოსახლეობას. უკრაინელებიც კი აღიარებენ იმას, რომ დღეს ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია. არა, რას ნიშნავს სხვა საკითხი? საუბარი არის დეიურევისი, ანუ ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ რუსეთს ანექსირებული აქვს. თქვენ ამაზე საუბრობთ თუ იმაზე საუბრობთ? ხო, ანუ აქ არის საუბარი აზე, რომ კითხვა ის პრეზიდენტი როცა გახდებითო, აღიარებთ თუ არა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად. ბურჯანაძე უპასუხა, ყირიმი რუსეთის ტერიტორია, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა ეს შეუცვლელი პროცესია. ეს არის დღეს ფაქტი, რომ ყირიმი დღეს არის რუსეთის ტერიტორია, სხვათა შორის პრაქტიკულად დე ფაქტოც და დე იურეც. და იმის და მიუხედავად მე და თქვენ ეს მე რა მოგწონს. ეხლა მოგახსენებთ, მე და თქვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ამის და მიუხედავად ეს არის ფაქტი. ეს იყო ჩემის მხრიდან გაკეთებული არა შეფასება მე ეს მომწონს თუ არ მომწონს, არა ვინმესადმე აღიარების მოთხოვნა და მოწოდება, არამედ ეს იყო ფაქტის კონსტატირება, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთ გადაცემაშიც თქვი, მე ხა იმის მიუხედავად რომ მე არ მომწონს ის რომ დღეს ადეიშვილზე შეწყდა დევნა, ეს არის ფაქტი და მე მომწონს ეს თუ არ მომწონს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასე არ ამბობთ რომ მაგალითად როგორც ამბობს ნაციონალიზმი რომ ადეიშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას ხო არ ეთანხმებით? არა, რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. ამ შემთხვევაში რუსეთს ეთანხმებით ხო? არა, რუსეთს მე არავის არ ვეთანხმები, მე ვამბობ იმას, რაც არის. დღეს ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია. ამას აღიარებს მათ შორის ის გამოკითხვების, რომელიც ჩაატარა დასავლეთის წარმომადგენლებმა და თუ რეიტინგებზე ვსაუბრობ, თქვენ იცით რომ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა ასე ვთქვათ გამოკითხვები, სადაც დღესაც უკვე 1 წლის თავზე ყირიმის ასე ვთქვათ რუსეთთან შეერთებისა მოსახლეობის 80%-ზე მეტი ამბობს რომ ისინი არიან ბედნიერები რომ შეუერთდნენ რუსეთს და ეს არის ასე ვთქვათ რუსეთის ტერიტორია. მე საერთოდ ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი ქვეყნის საზღვრების შეცვლისა მით უმეტეს მე-20 და 21 საუკუნეში. და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს და სხვათა შორის ეს იყო განმაპირობებელი იმისა, რომ მე თავის დროზე, როდესაც იყო კოსოვოს აღიარების პროცესი და როცა მე ინტენსიური კონსულტაციები მქონდა მაშინ მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის მქონდა შეხვედრა ძალიან საინტერესო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მაშინდელი პრეზიდენტის ბუშის ადმინისტრაციის უფროსთან ბატონ ჰედლისთან, მე მას ვუთხარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მეთქი ამერიკამ კოსოვოს პრეცედენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მეთქი ჯაჭვურ რეაქციას. თუ კოსოვო შეგვიძლია ვაღიაროთ, ასეთ შემთხვევაში უნდა აღიარო ყირიმიც. თუ არ აღიარებ ყირიმს, მაშინ არ უნდა აღიარო. არა, რას ნიშნავს? პოლიტიკოსებმა უნდა გათვალონ, რომ შეიძლება ეს საკითხი ხვალდაზე დადგეს. მაშინ მას ყირიმზე ელაპარაკეთ? არა, ყირიმზე არა, სიმართლე გითხრათ, მე მაშინ ყირიმი ვერც კი წარმომედგინა. მე უბრალოდ ვამბობდი და ვხედავდი, რომ ჩვენთვის იგივე აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის არსებობის ვითარებაში ნებისმიერი საზღვრების გადახედვა. ხო, მაგრამ ხო ყველა კონფლიქტი არის ინდივიდუალური, ხა შედარება ყირიმის და კოსოვოს და უცნაურია შეიძლება შორს წაგვიყვანს, თუმცა იმიტომ რომ იქ ეთნიკური წმენდა იყო არა, აქ ძალიან საინტერესო არგუმენტი ჰქონდათ სხვათა შორის იგივე რუსებს რა უნდა მოეცადათ სანამ გაწყვიტავდნენ ხო, მაგრამ იყო ამის საშიშროება? რატომაც არ იყო მაგის საშიშროება? არავინ არ იცის, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინამ. რა თქმა უნდა, ეხა რუსეთმა ისარგებლა იმ შეცდომებით. ეხა ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ არც ერთ ქვეყანას, რომ ისინი რაღაც ანგელოზის ფრთებს ამოიყვანენ და იმოქმედებენ ჰუმანიტარული პრინციპების გამოვლინებების საფუძველზე. როდესაც გამოცხადდა მეორე დღესვე იანუკოვიჩის გადაყენების, რომ რუსული ენა უნდა აიკრძალოს, რომ რუსულად ლაპარაკი უნდა ესე ვთქვათ დასჯადი გახდეს. გასაგები იყო რომ ეს პროცესები დაიწყებოდა და ჩემი მთავარი ამოცანა მე რა ბეხლა რა არის? ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ როდესაც მე ვლაპარაკობ იმ რეალობაზე, რომელიც მოგწონს თუ არა დღეს არსებობს, ჩვენ არ დაუშვათ ისეთი შეცდომები. რა შეცდომებიც ჩვენ? რეალობა არის დღეს ასეთი, რომ რუსეთი აღიარებს მარტო და ცივილიზებული დასავლური სამყარო ამას არ აღიარებს. საქართველოს უნდა აღიაროს თუ არა? აი აქ იყო კითხვა თქვენს მიმართ ასე დასმული. ვერ გეტყვით, მე დღეს არა ვარ ხელისუფლებაში, როცა მოვალ ხელისუფლებაში გადავწყვეტ აღიარებ თუ არ ბურჯანაძე როცა გახდება პრეზიდენტი, აღიარებ თუ მე რომ პირდაპირ პასუხი მდომოდა მაგაზე, მე რა იცი რომ არ მიშლება და რუსულად ლაპარაკიც ვიცი, ხო? მე ფაქტის კონსტატირება გავაკეთე და არა ის ვაღიარებ დღეს თუ არა. როცა მოვალ ხელისუფლებაში, აუცილებლად გეტყვით და შეგითანხმებთ საქართველოს საზოგადოებას, რას ვაღიარებ და რას. უბრალოდ მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია ემთხვევა რუსეთის პოზიციას თუ დასავლეთის პოზიციას? ჩემი პოზიცია არავის პოზიციას არ ემთხვევა, მე ფაქტის კონსტატირებას ვაკეთებ. მე ვამბობ იმას, რაც დღეს არის. დღეს ყირიმში დგას რუსული ჯარი, ყირიმში დგას რუსული მოსაზღვრეები. არა. არა, თქვენ ფიქრობთ? არა. თუ გავითვალისწინებთ რეფერენდუმს, ასეთ შემთხვევაში არ არის ანექსირებული. ანუ ეს რეფერენდუმი არის საბოლოო ჯამში თქვენი აზრით ამოსავალი წერტილი, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება ასე გადაწყდეს, ხო?
იცით რა, თუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი არა 100% მიიღებს რეფერენდუმში მონაწილეობას, ეს საშიში პრეცედენტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს პრეცედენტი უკვე არსებობს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს პრეცედენტი მაგალითად გავავრცელოთ აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, თუ იქ ჩვენი დევნილები დაბრუნდებიან. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი იმისი და ყოველთვის თავაზობდი აფხაზურ მხარესაც, რუსულ მხარესაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომ მოდით დავაბრუნოთ ჩვენი დევნილები 300,000 კაცზე მეტი აფხაზეთში, 150,000 კაცზე მეტი სამხრეთ ოსეთში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და ჩავატაროთ რეფერენდუმი თუ იქ დაბრუნებული ქართველები და არა მარტო ქართველები, ხო სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ყველა იტყვის რომ აღარ გვინდა საქართველოსთან ცხოვრება, რასაც მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ნუ ასეთ შემთხვევაში მოგიწევს ამას ანგარიში გაუწიო, მაგრამ როდესაც რეფერენდუმი ტარდება ტერიტორიაზე, სადაც მართლაც ეთნიკური წმენდა მოხდა, სადაც 300,000-ზე მეტი ქართველი გამოაგდეს და მერე ჩაატარეს უკვე იქ დარჩენილმა ადამიანებმა რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმს რა თქმა უნდა ვერანაირი ძალა მერაბ ვერ ექნება, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. მოდით ჩვენ ვთქვათ ერთი რამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა მე დავუშვათ მომეწონება რამე თუ არ მომეწონება და ვის პოზიციას დავიკავებ. ჩვენ ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომელიც დღეს არის. დღეს ფაქტია და ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს და მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ძალიან უჭერენ დღევანდელ ხელისუფლებას მხარს და ამ ხელისუფლებაშიც არიან ამ დღევანდელ ხელისუფლებაში. ის ადამიანები აბსოლუტურად, ესე ვთქვა, ნათლად ხედავენ იმას, რომ ყირიმი საერთოდ უკრაინისთვის არ არსებობს. სხვათა შორის ყირიმთან დაკავშირებით უკრაინას არც აქვს ის სენტიმენტები და ის, ესე ვთქვა, ბმა, რაც ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან და ეს სრულიად გასაგები ემოციურად. ხო, მაგრამ ახლა სენტიმენტებზე არ საუბრობთ. ჩვენ საუბრობთ სოფლიო წესრიგის ადამიანებზე საუბრობთ იმაზე, რომ ერთმა ქვეყანამ მოახდინა მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსირება. და საბოლოო ჯამში ჩვენ ამის აღიარებაზე საუბრობთ. მისცე ამის საშუალება. მისცეს ამის საშუალება და ეს ამ ქვეყანამ ეს გააკეთა. და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ვითარება პოლიტიკოსმა უნდა წარმართოს ისე, რომ საფრთხე დაინახოს. მე რატო ვაკრიტიკებდი სააკაშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, რუსეთს აწყობდა რაც მოხდა 2008 წელს. ჩვენ ხა ბავშვები ხო არა ვართ და მე ნამდვილად არაფერზე თვალს არ ხუჭავ. რუსეთს აწყობდა ის, რომ შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთს აწყობდა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბაზები დაებრუნებინა და განელაგებია. არა, აღიარებთ ახლა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, არასდროს არ ვაღიარებ. თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა მისცა მას ამის საშუალება, დღეს არ ვაღიარებთ იმას, რომ ეს კანონიერად დგას იქ. არა, არ ვაღიარებთ, მაგრამ ფაქტია და პრობლემა და თავის ტკივილი გვაქვს. და მე კიდე გეუბნებით, რომ მოვიქცეთ ისე, რომ აღიარება არ აღიარებაზე და განწყობაზე კი არ იყოს დამოკიდებული. ფაქტიური სიტუაცია არ შევქმნათ ისეთი, რომელიც მერე ჩვენი თავის ტკივილი იქნება და სააკაშვილმა თავისი უგუნურებით ფაქტობრივი მდგომარეობაში. ბატონო, ამაზე არ დავთ დღეს. დღეს დავთ უბრალოდ თქვენ პოზიციაზე. გვინდა გავარკვიოთ მაგალითად პოლიტიკოსი, რომელსაც კონტროლის ქვეშ არის ყირიმი. დღეს ყირიმი არის რუსეთის კონტროლის, მაგრამ ყველა ცივი სამყარო ამბობს, რომ ყირიმი მაინც არის უკრაინის. ერთი წამი, მე არ მითხრას არ ამბობს ამას. მე გეკითხეთ ხართ ამ პოზიციისგან განსხვავებული პოზიცია. მე გისვამთ კითხვას. დღეს ამ წუთში ფაქტობრივად ყირიმი ვის ტერიტორიაა? დღეს ფაქტობრივად რუსეთი აკონტროლებს მას. კი არა, აკონტროლებს რუსეთის ტერიტორია დღეს. თელი მსოფლიო აღიარებს, რომ ის არის უკრაინის ტერიტორია. თელი მსოფლიო სხვათა. თქვენ არ აღიარებთ. ანუ ჩვენ ნუ ვატყუებთ ხალხს და ნუ ვიტყუებთ თავს. დღეს არც ერთი ლიდერი რეალურად, სერიოზულად, სამწუხაროდ, მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია. სამწუხაროდ ყირიმზე აღარ ლაპარაკობს. ახლა მე ზუსტად თავარ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ძალიან ადევნებდით თვალყურს მისკი შეთანხმებებსაც და რუსეთი ყირიმის ტერიტორიაა. უბრალოდ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. ამასაც არ ამბობ. ესე ვთქვათ, რუსული გამოთქმა გამოვიყენოთ, რომ ატეტავა უკრაინინი ლეგჩეო, ნათქვამი რომ არის, ხო? აი ზუსტად ეგ სიტუაციაა. დღეს ყირიმზე არ ლაპარაკობს არავინ, არც უკრაინის ხელისუფლებაში და არც უცხოეთში, პრაქტიკულად დღეს ლაპარაკობენ დონეცკზე და ლუგანსკზე და ჭკვიანად თუ არ მოიქცევა უკრაინის ხელისუფლება. კიდევ უფრო ჭკვიანად მოქცევაში რას გულისხმობთ? მოდით ეს დავაკონკრეტოთ. სწორი პოლიტიკის განხორციელებას. რას გულისხმობთ სწორი პოლიტიკაში? თქვენ რაზეც აკეთებთ, ესე ვთქვათ, აქცენტს, რომ ვინმეს უნდა დაუჯერო და ან ვინმეს უნდა, ესე ვთქვათ, ფეხქვეშ გაეგო, ამას ნამდვილად არა. ანუ რას მაშინ? იმას, რომ განახორციელოს შენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და არ გახადო შენი ქვეყანა ორი სახელმწიფოს, სუპერ სახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად. აი ამას გულისხმობს სწორი პოლიტიკის განხორციელებაში და დღეს უკრაინა პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, იქცევა ისე, რომ უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს არა უკრაინის ხელისუფლების ინტერესებს, არამედ დასავლეთის ცალკეული წრეების ინტერესებს, რომელსაც აწყობს, რომ რუსეთს კონდეს, ესე ვთქვათ, სერიოზული პრობლემა უკრაინაში და კარგი მე რა დავარქვათ რა ყველაფერს თავისაღები ვინ მოიგო უკრაინის კრიზისით? არა, უკრაინელებს ვარ შესულან რუსეთის ტერიტორიაზე გაბატონდნენ. ვინ მოიგო უკრაინის კრიზისით? ეს ჯერ საკითხავია. არა, არაფერი არ არის საკითხავი. საკითხავია, ვისი ეკონომიკა დამთავრდება უკრაინის კრიზისით, უკაცრავად.
ხო, მაგრამ ყველა სხვა სახელმწიფო დაზარალდა და არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელმაც ამ კრიზისიდან მხოლოდ მოგება ნახა. აი ამაზე უნდა იფიქროს ყველა სახელმწიფოს ლიდერმა, იმიტომ რომ არავის არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ ვაკრიტიკებ, არც ამერიკელების ლიდერს არ ვაკრიტიკებ, არც ამერიკის ლიდერებს არ ვაკრიტიკებ. ყველა ზრუნავს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაზე და მოგება თქვენ ვიზე საუბრობთ. მათ შორის ამერიკის ეკონომიკა, მე ხა კი ბატონო, რადგან გინდათ მაინდა-მაინც ვთქვათ, ვიტყვი, ხო? დავარქვათ სახელი. აყვავდა ამერიკის ეკონომიკა, ყველა დანარჩენი დაიქცა. ხო? ეს თქვენ ფიქრობთ რომ უკრაინაში ომის დამსახურება? შორის რა თქმა უნდა რუსეთთან დაკავშირებული სანქციები და არა. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო უკრაინელები დაშესულან რუსეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში როგორც საქართველოში, ისე უკრაინაშიც რუსეთი შედის სხვის ტერიტორიაზე და იქ ცდილობს რაღაც პრობლემები შექმნას. და სხვისი ბრალი ისევ როგორ არის? ლოგიკა როგორია აქ ამ შემთხვევაში, რომ აი მაგალითად თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის ხელისუფლების ბრალია ყველაფერი, იმიტომ რომ რუსეთი შემოვიდა მათ ტერიტორიაზე, რატოა მათი ბრალი? იმიტომ რომ სულელურად მოიქცნენ და რუსეთს ამის საშუალება მისცეს. იმიტომ რომ თქვათ რუსეთს პუტინს ყველაფერში არ დაუჯერეს და არ დაუწევს. არა, უკაცრავად. არა, მაგაზე არ იყო ნამდვილად ლაპარაკი, არავინ არ ითხოვდა ყველაფრის დაჯერებას და ყველაფერში დაწოლას. მოდი პირდაპირ თქვა და ჩვენთან ჩამოდის აგერ ახლა ლუკაშენკო, ბელორუსის პრეზიდენტი, სხვათა შორის როცა ესე ვთქვათ სტანდარტებზე და დასავლეთის ფასეულობებზე ვლაპარაკობთ, მოდი ნუ დაგვავიწყდება რა. ლუკაშენკოს ევროპაში ჩასვლა აქვს აკრძალული. მაგრამ როცა დაჭირდა ევროპის სახელმწიფოებს ორი უზარმაზარი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი ჩავიდა, ასე ვთქვათ, მინსკში ხელით ჩამოართვა ლუკაშენკოს, რომელსაც ევროპაში არ უშვებენ, დიქტატორი ხარო. ოღონდ მინსკში ჩავიდნენ. ეს არის პოლიტიკა, მერაბ. გასაგებია. ხო, ასე უნდა იმოქმედოს უკრაინა, ვსაუბრობთ ამ ასე უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლება. მის კი არა, ჩვენი გაბატონებულები არიან. პუტინზე გაბრაზებული ვარ, ხელს არ ჩამოვართმევო. გაბრაზებულები არიან ლუკაშენკოსთან, მაგრამ ჩაბრძანდნენ იქა, როცა დაჭირდა. ამ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ? საუბრობთ, რომ არჩევანი რა ქონდა უკრაინას, რომ მაგალითად რუსეთი არაძლევდა უფლებას სხვა სახელმწიფოს, რომ ევროკავშირთან მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი. არ გეთანხმებით. პუტინი ეუბნებოდა, თქვენ ამაზე დაიწყო ხო მაიდანი პუტინი ეუბნებოდა, რომ შენ თუ მოაწერ ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობას ხელს, მაშინ ჩემთან ის შეღავათები არ გექნება, რა შეღავათებიც გაქვს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი ეკონომიკა პირდაპირ დაუყენეს არჩევანს დავასრულებ. კი ბატონო. ანუ მოდი ხალხს რო უფრო კარგად გავაგებინო, თუმცა მგონია რომ მოსახლეობა მიცის. აი მე და თქვენ დავუშვათ ვდებთ რაღაც ხელშეკრულებას, ხო? ან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. თქვენ მეუბნებით, რომ მე სხვასთან უნდა დავდო ხელშეკრულება, რომელიც მე დამაზარალებს. მე გეუბნებით, რომ კი ბატონო, ბატონო, დადეთ ეს ხელშეკრულება, მაშინ, მაგრამ ჩემთან მაშინ თქვენ ამ ხელშეკრულებას აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, აბა ეხლა როგორ იცით რა მაინტერესებს? აბა რას თავაზობდით რუსეთს, რომ უკრაინას დაედო ევროკავშირთან ხელშეკრულება ეკონომიკური, რომელიც იქნებოდა მომგებიანი უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის, ოღონდ დააზარალებდა რუსეთის ეკონომიკას და პუტინს ეთქვა, რომ კარგი ბიჭებო, ყოჩახ, კარგები ხარ და დააზარალებდა. ეხლა კი ბატონო, ამ დეტალებში არ ეკონომიკური მონაცემები. კაბატონინო, ამ შემთხვევაში კარგით არჩევანი ხო გააკეთა უკრაინის ხალხმა მერე. ანუ მარტივად თქვენს მათ რომ ჩვენ გვირჩევნია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მიიღეს ომი ამის სანაცვლოდ. ეს არის რუსეთის პოლიტიკა და თქვენ ამას ამართლებთ ვერ ხვდებით. არა, არანაირად არ ვამართლებ არც ერთი ომის პოლიტიკას, არასოდეს. კარგი, ჩვენ ამბობთ რომ პუტინმა დააყენა არჩევნის წინაშე, მათ აირჩიეს. მათ აირჩიეს. კი. თუ აირჩიეს, მაშინ სხვაგვარად უნდა ემოქმედათ. ჯერ ერთი მე გაგახსენებთ იმას, ეხლა ნამდვილად ვერავინ ვერ დამაბრალებს იანუკოვიჩის მიმართ რაიმე სიმპათიას. არანაირ სიმპათია მის მიმართ არასოდეს არ მქონდა, მაგრამ იანუკოვიჩი მიდიოდა იმაზე, რომ 6 თვეში იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და ითხოვდა 6 თვით გადადებას ხელმოწერისა. რა მოხდა ამ 6 თვეში ამისთანა? უბრალოდ ვიღაცას ძალიან ეჩქარებოდა, რომ პრორუსი იანუკოვიჩი მოეშორებინა უკრაინის ხელისუფლებისთვის ნებისმიერ ფასად. ასეთი მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუციის წინ ერთი წელი ქონდა ჟურნალისტ არჩენილი და მოგეცადათ მაშინ თქვენს არჩევნება. მე ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერი. არა, უკაცრავად, სრულიად სხვა რაღაცა, გეტყვით ჯერ ერთი და სხვათა შორის განსხვავებით უკრაინის ლიდერებისგან ჩვენ გვეყო გონიერება და ჭკუა, რომ პრობლემები კი არ შეგვექნა მოსახლეობისთვის. მე პრეზიდენტის მოვალეობას რომ ვასრულებდი პირველი ესე ვთქვათ ვარდების რევოლუციის მერე იმაზე კი არ გამომხტარვარ და კი არ მithქვამს უკაცრავად ამ სიტყვისთვის რომ ამას ლაპარაკს აუგრძალავ საკუთარ ენაზე, იმას აუგრძალავ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის რომ კონფლიქტამდე არ მისულიყო და დიდი შანსი იყო იმისა, რომ რაც უკრაინაში განვითარდა, ის მომხდარიყო 2003-ში საქართველოში, გონივრულად და ჭკვიანურად რო არ მემართა მეც და ნუ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. ესე არ არის ესე მარტივი რა. მაშინაც ძალიან კარგად შეიძლებოდა აგორება, გნებავთ, ნუ არ მინდა ეხა გასაგები მიზეზების მაგრამ შეხება 2003 წელს მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ნამდვილად ვიცდიდი და ვაპირებდი შევარდნაძის ვადის ამოწურვამდე მოცდას, ამიტომ მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და
მე ვფიქრობ, რომ თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი მოთხოვნები ბოლო წუთამდე იყო არა შევარდნაძის გადადგომა, არამედ განმეორებითი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები იყო, ესე ვთქვათ, გაყალბებული. უბრალოდ აღარ ქნა შევარდნაძემ საშველი არანაირად და ამან თავისთავად გამოიწვია უკვე. კი ბატონო, მე უბრალოდ ჩვენი დრო ამოიწურა, საინტერესო არის ამ თემაზე სხვა დროსაც ვიკამათებთ. ალბათ უბრალოდ მინდა რომ მარტივად დაგისვათ შეკითხვა ბოლოს. ნინო ბურჯანაძეს დღეს საქართველოში აქვს პროგრესივი პოლიტიკოსის იარლი. მათ შორის ამ განცხადებების გამოც. ხო, მოსახლებამ საპარლამენტო არჩევნები როცა იქნება 10% მხარდაჭერა გაქვს, შეიძლება მეტი კონდეთ, შეიძლება ნაკლები, მაგრამ თქვენ ხმა უნდა მოგწეთ და თქვენი საგარეო ორიენტირი რა არის საბოლოო ჯამში? ნინო ბურჯანაძე არის პროგრესიული პოლიტიკოსი. დღეს მაგალითად მე სოციალურ ქსელებში ვნახე და მარკედონოვი და სხვები გაქებდნენ, რომ აი რა მაგარი განცხადება გააკეთა ესეთი ქალიან ნინო ბურჯანაძე და ასე შემდეგ. ანუ თამამი განცხადება გააკეთა მისი მხრიდან. მთელი დასავლეთი მაქებდა ხოლმე, როცა განცხადებებს. ხო, როცა სხვა განცხადებებს აკეთებდით, კი ბატონო. გვახსოვს ეს. ხო, ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია რა არის? არის ნინო ბურჯანაძე პროგრესიული პოლიტიკოსი? რა თქმა უნდა, არა, მე რა, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. პროგრესივი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსის იარლიყი მე სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ მომაკერა მხოლოდ იმიტომ, რომ ადვილად ებრძოლათ ჩემს წინააღმდეგ და ეს კარგად გამოუვიდა სხვათა შორის, იმიტომ რომ იგივე დასავლეთმა რომლის ფასეულობების მე ძალიან მჯეროდა, ეხლა მთლად იმდენად ნაკლებად მჯერა, მაგრამ თუმცა თვითონ ფასეულობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხმა არ ამოიღო ჩვენს დასაცავად სხვათა შორის და არც პოლიტპატიმრების დასაცავად, იგივე 26 მაისს, იგივე 2009 წელს, სწორედ იმიტომ, რომ პროგრესიული იარლიყი მქონდა მოწებებული. მე არასოდეს არ ყოფილვარ არც ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი და არც ერთმმნიშვნელოვნად პროგრესული არასოდეს არ ვიქნები. ჩემი ორიენტაცია არის ის, რაც ჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემს სახელმწიფოს. ამიტომ მე მიუხედავად იმისა, ეს მოეწონება ვინმეს თუ არ მოეწონება, უნდა ამოვიდე რეალური პოლიტიკიდან. მე შეიძლება ძალიან ბევრი რამე არ მომწონდეს, მე ნამდვილად მირჩევნია, რომ დღეს საქართველოს მეზობელი იყოს შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი და იტალია, მაგრამ მოკლედ ვიპასუხეთ, ნატოსთან თქვენი პოზიცია გასაგებია. ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი? პოზიცია კი არ არის გასაგები, მე რა, ნატოსთან. ნატოს პოზიცია საქართველოსთან. ამაზე არ გეკამათებით, ჩვენ უნდა გავიდეთ. სხვა ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი? არა, დღესვე ძალიან მომხრე ვიქნებოდი ორივე ხელით ევროკავშირის წევრი რო ვიყოთ. გვაქვს ამის შანსი? არა, საითკენ უნდა ისწრაფოს საქართველოს, ევროკავშირისკენ თუ ევრაზიული კავშირისკენ? ევროპული ფასეულობები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. უბრალოდ მე არ ვიცი 5 წლის მერე, 10 წლის მერე ევროკავშირი იქნება. ევროკავშირისკენ თუ არ უნდა ვისწრაფოდეთ? რატო არ უნდა ვისწრაფოდეთ? რა თქმა უნდა. კი ბატონო, ანუ მიზანი უნდა იყოს ევროკავშირი თქვენი. რა თქმა უნდა და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული ფასეულობები, ევროპული ოჯახი, ევროპული ძალიან ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მე რა ბრიალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შემთხვევით არ მithქვამს ეს სიტყვები. ერთია მე რა მინდა. მე მინდა რომ დღეს და საერთოდ საქართველოს ყოფილიყო ქვეყანა, რომლის მეზობლებიც იქნებოდა საფრანგეთი, იტალია, ავსტრია და შვეიცარია. და ეს თავის ტკივილები ჩვენ ნამდვილად არ გვექნებოდა, მაგრამ ეს მე რომ მინდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურია. ამიტომ მე როგორც პოლიტიკოსი, რომელიც კარგი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ. კი, რა თქმა უნდა, ევროპული ოჯახისკენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოს რუსეთის იგნორირება, ეს იქნება ყველაზე დიდი და ტრაგიკული შეცდომა ჩვენი, ესე ვთქვათ, სამომავლო განვითარებისათვის და ჩვენ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მერაბ არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა ვიმოქმედოთ არა ისე, როგორც ეს მოეწონება რუსეთს ან ამერიკას, არამედ ისე, როგორც ეს ჭირდება საქართველოს. ხო, რა თქმა უნდა, კი ბატონო, დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი